ბიძინა ივანიშვილის პარტიაში განცხადებები გააკეთეს, ვიდრე გამოქვეყნდებოდა ანგარიში და მოვისმენდით ბრიუსელის შეფასებას საქართველოს შესახებ და თავიდანვე ქართულ ოცნებას არ ჰქონდა მოლოდინი, ბუნებრივია, რომ ეს დასკვნა იქნებოდა პოზიტიური. მართველი პარტიის დეპუტატები ამბობდნენ, რომ მოსალოდნელი იყო მათთვის, რომ ანგარიში იქნებოდა კრიტიკული და გააკრიტიკებდა ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ბოლო 1 წლის განმავლობაში. თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტის აღიარებისა და ამ საფრთხის მოლოდინისა, ქართული ოცნება ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ისინი ამბობენ, რომ ეს მათი დამსახურება, ვინც ამ ანგარიშს წერს, ვინც ამ განცხადებას აკეთებს და არა მათი, ვინც მაგალითად ქვეყანას მართავს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირიქით ბევრი მიმართულებით ქვეყანას აქვს პროგრესი, თუმცა ის, რასაც ამბობს ბრიუსელი, ეს პოლიტიკური შეფასებაა და ამ შეფასებაში ისინი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიყვებიან. მთავარი მიზეზი, რის გამოც კრიტიკულია ეს ანგარიში, ხელისუფლების აღქმით არის 2024 წლის არჩევნები, როცა ოცნების მტკიცებით სწორედ სახელისუფლებო პარტიამ მოახერხა გამარჯვება, ამით განაწყენებულია ბრიუსელი და სწორედ ამის შემდგომ იწყება თავდასხმა ქართულ ოცნებაზე, ასე აფასებს მთელ ამ პროცესს სახელისუფლებო პარტია. კრიტიკა იქნება, რა თქმა უნდა, იმაში, რომ მათ არ მოწონთ არჩევნების შედეგები. იმიტომ რომ მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროტეჟეები, რომლითვისაც ისინი ჩამოდიოდნენ აქ, კანონს არღვევდნენ, დიპლომატიურ, საერთაშორისოს, ევროპულს ყველანაირს და აქ უხეშად ერეოდნენ არჩევნებში, შედეგი ვერ დააყენეს. მის მერე ისინი არიან შურისძიების პოზიციაში საქართველოსთან გადმოსულები. მაშინ ხო გახსოვთ, როგორ მოგვანიჭეს ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია. ესეთი არ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობის დამსახურება, რომ მან ეს რეფორმები გაატარა. მაშინ თქვეს, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობას კი არა, ჩვენ ვანიჭებთ ქართველ ხალხს. ამიტომ ეხლა დაველოდოთ, როგორ წაართმევენ ქართველ ხალხს ვიზა ლიბერალიზაციას. ჩვენი პასუხისგებლობა არ იქნება და რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება რომ შენ იყო პასუხისგებელი იმაზე, რატო ჩაატარე გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები და რატო გაიმარჯვა. გონიათ რომ ქართველი ხალხი და საქართველო არის ყველაზე დაბალი ღობე, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრო და გაუვიდეს. რა არის ეს ვიზა ლიბერალიზაცია ხო ბოლოს და ბოლოს 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს და ერთი წამით რა და ამას გაყვედრიან ხო? ამას აყვედრიან ქართველ ხალხს. შეუძლებელია ეკონომიკა ვითარდებოდეს და ამ დროს დემოკრატია ისეთი არმაგედონი იყოს დემოკრატიაში, როგორცაც აღწერენ, რომ თურმე შეზღუდულია იქ ბიზნეს საქმიანობა, რეკეტი, ადამიანის უფლები მუდმივად იქცევა. კითხვა გვაქვს, რანაირად არის ესეთი რადიკალურად აცდენილი მაჩვენებლებიც. ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღისესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, ბრალდებები, მე უფრო ასე ვიტყოდი და ეს არის ჩვენი ახსნა ამ მიმართულებით. ბრიუსელი ხშირ შემთხვევაში მოქმედებს ისე, როგორც ამას ეტყვის და რა ინსტრუქციასაც მისცემს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო. აუცილებლად გათვალისწინებული იქნება რეიტინგები, მათ შორის ევროკომისიის მიერ დაკვეთილი რეიტინგებიც იქნება მხედველობაში მიღებული. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ვინაიდან ფაქტიურად მივიდა იმ შედეგამდე, რომ საქართველო არის არათუ მოწინავე, არამედ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს მთელი რიგი მაჩვენებლებით, მათ შორის მართვის სისტემის მაჩვენებლებითაც და იმედი გვაქვს, როცა ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იმედი გამართლდება. მე ვფიქრობ, რომ აი ამ თვალსაზრისით დღევანდელი სხდომა იქნება საინტერესო და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებობს ფაქტები, არსებობს აღქმები და არსებობს კიდევ შეხედულებები გარკვეულ პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპას გააჩნია. თუ ამ განცხადებებს დავაკვირდებით, ქართული ოცნება არ იღებს კრიტიკას და ფიქრობს, რომ კრიტიკა ქართული ოცნების მიმართ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დასჯა ბრიუსელის მხრიდან და შესაბამისად არც არის მოსალოდნელი, რომ რეკომენდაციები, რომელსაც გასცემს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათ მიერ იქნება შესრულებული.